დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანზე როგორც მთავარ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ისე რომ არ გვავიწყდება ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ანუ ჩვენი მთავარი სათქმელი დაკავშირებული ჯანმრთელობასთან არ იცვლება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ცხოვრების ხარისხზე. არის ერთი ფაქტორი, რომლის შესახებაც ყველა სმენია, მაგრამ რომელსაც შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას. ეს გახლავთ არტერიული წნევა და შესაბამისად მომატებული არტერიული წნევა, ანუ არტერიული ჰიპერტენზია. მაისი არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ თავის ტვინი, გულის ძახვა სისტემა, თირკმელი და ნებისმიერი ორგანო სხვადასხვა მავნეზე გავლენისგან და უპირველეს ყოვლისა არტერიული ჰიპერტენზიის უარყოფით გავლენისგან და ასეთ შემთხვევაში ჩვენი ცოდნა სხვა არაფერია თუ არა ინსტრუმენტი ვიცოდეთ და მართავდეთ არტერიულ ჰიპერტენზიას. ჰიპერტენზიის ცნობადობის თვე ყოველთვის არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი. ყოველწლიურად ჩვენ ამ თემას უბრუნდებით და სათქმელი გვაქვს განსხვავებული, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს გადაცემაში არაერთი ტრადიცია ჩამოყალიბდა და მათ შორის ტრადიცია იმისა, რომ ყოველწლიურად შევხვდეთ ერთმანეთს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და გავარკვიოთ, რა იცვლება წლიდან წლამდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრები არიან თავად მოთავეები იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში. დღეს სწორედ ასეთი სტუმრები გვყავს გადაცემაში. მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ჩვენი გადაცემის მეგობრები და დღევანდელი გადაცემის სტუმრები საქართველოს გულსისხლთა დაავადებათა პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი კარდიოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ-ფაღავა და თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, ექიმი კარდიოლოგი პროფესორი ბატონი თამას შაბურიშვილი. დილამშვიდობისა ბატონებო. გამარჯვებით. მე შემთხვევით არ ვახსენე ტრადიცია, რომელსაც თქვენ დაუდეთ სათავე და მე ხარია რომ ჩვენ შევძელით წლების მანძილზე ამ ტრადიციის შენარჩუნება. როდესაც თქვენ პირველად დაიწყეთ ხმამაღლა საუბარი იმის შესახებ, რატომ ხდება გულსისხლთა სისტემას სამიზნე ონკოლოგიური დაავადებების დროს. საზოგადოებისთვის ეს ცოტა მოულოდნელიც იყო, იმიტომ რომ თავისთავად ონკოლოგიური დიაგნოზი უკვე ქმნის ფსიქოემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ტვირთს ადამიანებისათვის და ამ დროს კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ არ დაგვრჩეს უყურადღებოდ გულსისხლთა სისტემა, რომ მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ნებისმიერ ცვლილებას გულსისხლთა სისტემის მხრივ, რადგან ერთი მხრივ ონკოლოგიური დაავადებების მართვა მკურნალობა და მეორე მხრივ სწორედ გულსისხლთა სისტემის მდგომარეობა განსაზღვრავს, როგორი იქნება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და როგორი იქნება მისი ცხოვრების ხარისხი. წელს, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ მაისში ვისაუბროთ ამ თემაზე და დავუკავშიროთ არტერიულ ჰიპერტენზიას, ეს თემა ლოგიკურად იბადება კითხვა, არის აქტუალური არტერიული ჰიპერტენზია ონკოლოგიური პრობლემების დროს, თუ ჩვენ საუბრობთ ზოგადად გულსისხლთა სისტემის მდგომარეობაზე და რა კავშირი და ურთიერთობა არის, რაც უკვე ვიცით, რომ დიახ, ჰიპერტენზია მნიშვნელოვანი არის სამართავად ონკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებში. საერთოდ არტერიული ჰიპერტენზია თვითონ ონკოლოგიური დაავადებების დროს ეგრეთ წოდებული ონკოჰიპერტენზია შეიძლება აღმოცენდეს როგორც ონკოლოგიური დაავადების გამო, ასევე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგად. პირველ შემთხვევაში თვითონ ონკოლოგიური დაავადება ხშირად არის ტრიგერი არტერიული ჰიპერტენზიისთვის და მეორე შემთხვევაში გარკვეული მედიკამენტები ისეთები, როგორც არის მაგალითად გარკვეული ჯგუფი, ეს არის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დისფაქტორის ინჰიბიტორები, ისეთი როგორც არის მაგალითად სუტენტი, ავასტინი, ასეთი ტიპის პრეპარატები თვითონ იწვევენ არტერიულ ჰიპერტენზიას. ეს არის ეგრეთ წოდებული რეზისტენტული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი ვარიანტი, როდესაც ჩვეულებრივი მედიკამენტური მკურნალობით არ ხდება არტერიული წნევის რედუქცია, შემცირება და ასეთ შემთხვევაში ეს მას სპეციალიზირებული მკურნალობა ჭირდება. მეორე მხრივ თვითონ არტერიული ჰიპერტენზიაც მოქმედებს ონკოლოგიურ დაავადებებზე, აი გარკვეული ტიპის ონკოლოგიური დაავადებები შეიძლება
ჩავითვალოს როგორც ამ დაავადებების რისკ ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზია. აი მაგალითად თირკმლის სიმსივნეები გარკვეული ტიპის მათი რისკ ფაქტორი არის არტერიული ჰიპერტენზია. ასე რომ ეს ორივე პრობლემა ერთმანეთთან საკმაოდ შეჭიდულია, ერთმანეთთან დაკავშირებულია და მნიშვნელოვანია. ძალიან საყურადღებო იყო მაგალითების მოყვანა, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენ როდესაც თირკმლის ონკოლოგია ახსენეთ, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ დღე-ღამის განმავლობაში რამდენი ლიტრი სისხლი უნდა გაფილტროს თირკმელმა და რომ შარდის ხო არაფერია თუ არა გაწურული სისხლი და აქედან გამომდინარე ის რისკებიც ძალიან თვალსაჩინოა, რაზედაც თქვენ საუბრობთ. თუმცა ბატონ ზურაბს მინდა ვკითხო, რამდენად ხშირია ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც ონკოლოგიური დიაგნოზი და თქვათ არტერიული ჰიპერტენზია ერთდროულად არის სამართავი, ბატონ ზურაბ? რაც შეეხება პირველს, როდესაც ჰიპერტენზია გამოწვეულია ონკოლოგიური პათოლოგიით, ეს ხშირი არ არის, მაგრამ არის, რა თქმა უნდა. არის თირკმელზე და ჯირკვლის სიმსივნეები, არა იშვიათად არის მიზეზი ჰიპერტენზიის, ეგრეთ წოდებული კრიზული მიმდინარეობის ჰიპერტენზიის. თან გაჯიუტებები და უმორჩილებები, დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, ისე როგორც სისხლის ონკოლოგიური დაავადებები არის მიზეზი ჰიპერტენზიის, მაგრამ ეს არ არის დიდი, მათ არ აქვს დიდი წილი და მიეკუთვნებიან უფრო მეორად ჰიპერტენზიებს, ანუ ჩვენ უკვე ვიცით ალბათ, რომ ჰიპერტენზია შეიძლება იყოს პირველადი, ესენციური და მეორადი, როდესაც კაფიო მიზეზი არსებობს წნევის წარმოშობის. და ამ დროს მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია თვითონ იმ დაავადების მკურნალობაზე. რაც შეეხება მეორეს, აი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობით ინდუცირებული, ანუ გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა, ესეც დამოკიდებულია იმ პრეპარატზე, რომელი პრეპარატი იქნება გამოყენებული. აი ბატონო თამაზმა ძალიან კარგად ჩამოთვალა ეს პრეპარატები, რომლებიც იწვევენ დაზიანებას იმ ენდოკრინული სისტემის, ანუ აი ენდოთელიუმის უჯრედების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლძარღვების ტონუსს. და ისინი იწვევენ კონსტრიქციას, აკარგინებენ წრეს სისხლძარღვას უნარს, რომ გაფართოვდეს და ამიტომ გული უფრო ძლიერად მუშაობს, მეწნევას არ ვითარებს და ჩვენ ბრახიაურ არტერიაში გვაქვს მომატებული წნევა. როდესაც ჩვენ მაყურებელს პირველად გაუზიარეთ ეს თემა, როდესაც თქვენ დაიწყეთ პირველად ამ თემაზე საუბარი და მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩვენს გადაცემაში დაიწყეთ ეს ტრადიცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გულსიზართა სისტემის შესახებ ბევრი რამ ვიცით მართვა, ონკოლოგიაც ძალიან კარგად ვითარდება, ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ეს საკითხები და საზოგადოებას უთხრათ, რომ ასეთი რისკები არსებობს. ჩვენი ამოცანა იყო სწორედ საზოგადოებას პირველად გაეგო ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ. თუმცა დღეს ჩვენ უკვე შორს წავედით, იმიტომ რომ ყოველწლიურად თქვენი ინფორმაცია იცვლება, თქვენი ინფორმაცია მდიდრდება და დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ ცალკეული პრობლემების უკეთ მართვაზე ონკოლოგიური დაავადებების ფონზე. მათ შორის დღეს ჩვენ დავთქვათ არტერიული ჰიპერტენზიის მართვის შესახებ. ერთია, როდესაც ადამიანს წნევა უმატებს და ის ან ეპიზოდურად, ან სამხანგრძლივი მკურნალობისთვის იღებს სამკურნალო საშუალებებს. მან იცის, რომ კარდიოლოგს მიაკითხა და გულსიზართა დაავადებებს მკურნალობს არტერიულ ჰიპერტენზიას. მაგრამ მეორეა, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია უნდა მართოთ ონკოლოგიური დაავადების ფონზე. აქ განსხვავებულია ტაქტიკა, სხვანაირად იქცევით კარდიოლოგები. საერთოდ არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ონკოლოგიური დაავადების დროს დიდი პრობლემა იყო იმ გაგებით, რომ თვითონ არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატებზე იყო გარკვეული სტატიები, რომელიც თითქოს ისინი ამძიმებენ ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობას. საბოლოო ჯამში არ გამართლდა ეს და მკურნალობა ისეთივე გზით ხდება, როგორიც ჩვეულებრივ არაონკოლოგიური დაავადებების დროს. ანუ ჯერ თავიდან რეკომენდირებული ორი პრეპარატის დანიშვნა, მათგან ერთი უნდა იყოს თიაზიდური შარდენი, მეორე თვითონ გარკვეული ჯგუფის პრეპარატი, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შემდეგ ემატება მესამე ტიპის კალციუმის ანტაგონისტი, ასეთი პრეპარატი. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ის მდგომარეობები, როდესაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს პაციენტს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის გამო გამოწვეული, ხო? ეს ამ დროს წნევის ნორმალიზება გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე იმ პაციენტებთან, ვინც ასეთ პრეპარატებს არ იღებენ. ასეთ პაციენტებთან გვიწევს 3-4 პრეპარატის გამოყენება
და ეს უკვე განიხილება როგორც რეზისტენტული ჰიპერტენზია. უბრალოდ მართვაში ჩვეულებრივი რეზისტენტული ჰიპერტენზიისგან განსხვავებით ცოტა სხვანაირი მართვა აქვს. აი, მაგალითად, ვეროშპირონი თუ გამოიყენება, ამ შემთხვევაში ეს არ არის და ბატონმა ზურაბ არაც აღნიშნა, ძირითადი პრობლემა მაინც არის მთავარი დაავადების მკურნალობა, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს თვითონ არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას. ბატონ ზურაბ, მე მინდა რომ გავაგრძელოთ ის საკითხი, რაც წამოჭრა ახლა ბატონმა თამასმა, რამდენად მნიშვნელოვანია თვით დაავადების მიმდინარეობის და მკურნალობის ფაზების გათვალისწინება, როდესაც თუნდაც არტერიული ჰიპერტენზიის მართვაზე ალაპარაკი. როდესაც ჩვეულებრივ საუბარში მოვისმენთ საზოგადოება, როგორ უყვება ერთი ადამიანი მეორეს საკუთარი ჰიპერტენზიის შესახებ, ამ ახსენებს ხოლმე ასე, რომ აი რომ მომიმატა-წნება, მხოლოდ მაშინ დავლიე სამკურნალო საშუალება. ან მეორე კატეგორია ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ მარეგულირებლებს ვიყენებ სისტემატურად. როდესაც ონკოლოგიურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ფონი ვიცით რაც არის, არტერიული ჰიპერტენზიის მართვა ეპიზოდურია თუ არტერიული ჰიპერტენზიის მართვა არის დროში გაწელილი და თანმიმდევრული საფეხურებრივი იმისათვის, რომ მყარ პოზიტიურ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ აქ ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ არტერიული ჰიპერტენზია საკუთრივ ონკოლოგიური დაავადების დროს, ანუ ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა, ეს არის მეორადი ჰიპერტენზია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ მაშინ, როდესაც ვიწყებთ მკურნალობას ონკოლოგიური დაავადებით, პრაქტიკულად ვკურნალობთ მაღალ არტერიულ წნევასაც. აი მაგალითად, როდესაც აქვს ადგილი თირკმელზე და ჯირკვლის სიმსივნეს, ნუ გააჩნია რა ტიპის, ზოგიერთ სიმსივნეა ხასიათდება ადრენალინის დიდი დოზით გადმოფრქვევით სისხლში, ამ დროს ანტიადრენერგიული პრეპარატები ან თვითონ ამ ონკოლოგიური ამ სიმსივნის ამოკვეთა იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის მართვას. ანუ ტაქტიკა, სამოქმედო ტაქტიკა განსხვავებულია ესენციური ჰიპერტენზიის დროს და ამ მეორადი ჰიპერტენზიების შემთხვევაში. ჩვენ როდესაც ვახდენთ პრევენციას ესენციური ჰიპერტენზიის, ვერაფრით ვერ მოვახდენთ პრევენციას ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული ჰიპერტენზიის, უნდა მოვახდინოთ პრევენცია ონკოლოგიური დაავადების საკუთრივ, რომ ის არ განვითარდეს მეორადი ჰიპერტენზია და აი ძირითადად ეს განსხვავებებია და იგივე მაგალითად აი სისხლვადი ორგანოების დაავადების დროს, როდესაც წებოვნება სისხლის ძლიერ მომატებულია და ეს არის მიზეზი მაღალი არტერიული წნევით, წებოვნების დაქვეითება, ხანდახან სისხლის გამოშვება არის სწორედ ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა ამ წნევის მართვისთვის და ეს ყოველთვის ერთდაიგივე არ არის ამდენად. ჩვენი ამოცანა რომ ონკოლოგიურმა პაციენტებმა საკუთარ გულის ძარცვა სისტემას ყურადღება მიაქციონ, მე ვფიქრობ ამ საუბრების ციკლით მეტნაკლებად შესრულებულია, ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნაწილობრივ განხორციელებულია. თუმცა ჩვენ შევავსეთ ეს ამოცანები და უფრო მეტი დეტალის წარმოჩენით შევძელით, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემა თქვენ უშუალოდ პერსონალურ რეკომენდაციებს ვერ მოგცემთ. ჩვენი გადაცემა გვაძლევს მიმართულებას და გვაძლევს შესაძლებლობას კომპასის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ თავარი არის თქვენი შეხვედრები უშუალოდ კარდიოლოგებთან, თქვენი პირადი საუბრები ექიმებთან, იმისათვის რომ უშუალოდ თქვენი ისტორიიდან გამომდინარე პერსონალური პრობლემები მოგვარდეს პერსონალურად და მე ვფიქრობ, ამას დღევანდელი საუბრის მერე კიდევ უფრო მეტი წარმატებით შეძლებენ ჩვენი მაყურებლები. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო ჩვენთან სტუმრობისთვის, მადლობა ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის და გაგრძელებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე კარდიოლოგი პროფესორი ბატონი თამას შაბურიშვილი და საქართველოს გულსიხსახთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი კარდიოლოგი პროფესორი ზურაბ ფაღავა. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გელოდებათ.
მაისი არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვეა, თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი იყო ტრადიციული ციკლის გაგრძელება, როდესაც ჩვენ გულთის ძაღლთა პრობლემებს ვუკავშირებთ ონკოლოგიას და ერთ საერთო სურათში აღვიქვამთ ამ პრობლემების ურთიერთობას. თუ კვებით რეკომენდაციებს დაუკავშირებთ დღევანდელ თემას, აუცილებლად გაგახსენებთ იმას, რომ არასდროს კვებითი რეკომენდაციები ისეთი უნივერსალური და საერთო არ ყოფილა ამ ორი მდგომარეობისთვის, როგორც ახლა. ჩვენ შეგვიძლია თამამად ავიღოთ ნებისმიერი რეკომენდებული მოდელი კვებისა, რომელიც ძალიან კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და გულსიძახთა დაავადებაზე და ავტომატურად გამოვიყენოთ ონკოლოგიური დაავადებების დროს, როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე მართვისთვის. რატომ? აღმოჩნდა, რომ არსებობს საერთო პრინციპი, რომელიც ამ მდგომარეობებს ერთმანეთს უკავშირებს. ეს გახლავთ სისტემური ანთება. გულსიძახთა დაავადებების საფუძველით სისტემური ანთება გახლავთ, ონკოლოგიური დაავადებების საფუძველით სისტემური ანთება გახლავთ. ამიტომ თუ ჩვენ კვებით გასაღებს ვიპოვით, ჩვენ შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში ორივე დაავადებისთვის ძალიან მჭიდროდ დაკეტილი კარი გავაღოთ და თუ ჩვენ საუბრობთ კვებით რეკომენდაციებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ კვებითი რეკომენდაციები, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად არის მოწოდებული. შეგვიძლია გამოვიყენოთ რეკომენდაციები, რომელიც უშუალოდ ონკოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება, როგორც ზოგადად, ასევე ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, მაგრამ მე გთავაზობთ გავიხსენოთ, რატომ არის დასახელებული ყოველწლიურად გულსიხსძართა დაავადების მართვისთვის და ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის საუკეთესოდ არა მხოლოდ წნევის მართვის მიდგომა, არამედ უნივერსალურად აღიარებული კვების მოდელი, რომელსაც ხმელთაშუა კვების მოდელი ჰქვია. რატომ? იმ მარტივი პრინციპის გამო, რომელიც მას საფუძვლად უდევს. ეს გახლავთ დაბალანსებული კვება. დიახ, დაბალანსებული კვება, რომელიც განსხვავდება კვების ორი დანარჩენი მოდელისგან. ეს გახლავთ დეფიციტური, ანუ არასაკმარისი კვება, ეს ერთი კიდურა ფორმაა კვების ტიპისა და მეორე ეს გახლავთ გადაჭარბებული კვება და სწორედ ასეთი ორი უკიდურესობა განსაკუთრებულ ფასს ძენს დაბალანსებულ, ოპტიმალურ, გაწონასწორებულ, გონივრულ, რაციონალურ კვებას. ეს არის ერთი და იგივე მდგომარეობის სხვადასხვა აღნიშნული სიტყვა პრაქტიკულად სინონიმები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს. ეს გახლავთ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ანუ ენერგომატარებლების ოპტიმალური რაოდენობა, როდესაც ცხიმების მოხმარება 30%-ს არაჭარბებს, ხოლო ცილების მოხმარება საშუალოდ 12-დან 25%-მდე უნდა იყოს. ეს გააჩნია მდგომარეობას. ყველა დანარჩენი ენერგეტიკული აუცილებლობა უნდა დაკმაყოფილდეს რთული ნახშირწყლებით და არა ადვილად შეთისებადი ნახშირწყლებით. გასათვალისწინებელია ისეთი მიკრონუტრიენტების როლი, როგორიც გახლავთ ვიტამინები და მინერალები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ენერგომატარებლები არ არიან, ანუ ვიტამინს და მინერალს არ შეუძლია ორგანიზმი უზრუნველყოს სხვადასხვა რაოდენობის კალორიის, მიუხედავად ამისა, მათი როლი არის სასიცოცხლო. ამიტომ ჰქვია ვიტამინი, ამიტომ უკავშირდება სიცოცხლეს მისი სახელი და სწორედ ამ ვიტამინების სრულფასოვანი მომარაგება ორგანიზმისა ენერგომატარებლებთან ერთად ქმნის იმ უნიკალურ წონასწორობას, რომელიც წაადგება გულსისძახთა სისტემასაც, თავიდან აგვარიდებს ონკოლოგიურ დაავადებებსაც და თუ არის ასეთი დაავადება, მის უკეთ მართვაში გვეხმარება. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაციები, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.